ახლა მინდა ვისაუბრო პოინტერებზე და მემკვიდრე კლასებზე. ზოგადად როცა გვაქვს პოინტერი, რომელიც არის განკუთვნილი რაიმე კონკრეტული კლასისთვის, ჩვენ მასში არ შეგვიძლია შევინახოთ სხვა რომელიმე კლასის ობიექტის მისამართი. თუმცა ამ შემთხვევაში ეს საბაზისო კლასი და მემკვიდრე კლასები არიან გამონაკლისი, ვინაიდან თუკი ჩვენ გვაქვს მოცემული პოინტერი, რომელიც განკუთვნილი არის საბაზისო კლასისთვის, ჩვენ მასში შეგვიძლია შევინახოთ მისამართები როგორც ამავე კლასის ობიექტების, ასევე ამ კლასის შვილობილი კლასების ობიექტების მისამართებიც. მოდი ამაში დავარწმუნდეთ ახლა ჩვენ და ჩავატაროთ პატარა ექსპერიმენტი. აი ჩვენ აქ შევქმნით ობიექტი P, რომელიც არის junior programmer კლასის ობიექტი, ახლა შევქმნათ programmer კლასის ობიექტი. დავუშვათ P2 იყოს ეს იყოს P1. და აი აქ კონსტრუქტორში ჩავუწეროთ ესეთი მონაცემები. Java დავუშვათ 18. ეს იყოს ნიგა. ახლა შევქმნათ პოინტერი, რომელიც განკუთვნილი იქნება აი ამ კლასის ობიექტებისთვის. ანუ წერთ pointer. აი ახლა ან პოინტერის საშუალებით ჩვენ გამოვიძახოთ ეს მეთოდი show programmer info, რომელიც გააჩნია აი ამ programmer class. ოღონდ ჯერ აი ამ პოინტერს მივანიჭოთ P1. შემდეგ უკვე რაც ამას დაბეჭდავს პოინტერს მივანიჭოთ აი ამ P2-ის მისამართი, ანუ მეორე ობიექტის მისამართი შევინახოთ და ისევ გამოვიძახოთ ეს მეთოდი და დავაკვირდეთ ახლა ვნახოთ რა მოხდება და როგორ იმუშავებს ეს ჩვენი პროგრამა. აი როგორც ხედავთ, ჯერ დაიბეჭდა Gio 21 და C++, შემდეგ დაიბეჭდა Nika 18 და Java. როგორც ხედავთ, აი ეს პოინტერი განკუთვნილი არის პროგრამერ კლასის ობიექტებისთვის, თუმცა ჩვენ მასში შევინახეთ აი ამ პროგრამერ კლასის შვილობილი კლასის ობიექტის მისამართით. და აი აქედან ხედავთ ჩვენ ამას. თუმცა აქ უნდა გავითვალისწინოთ ერთი ესეთი რამ. როდესაც ჩვენ ესეთნაირად ვინახავთ ამ მისამართს, ამ შემთხვევაში ჩვენთვის ხელმისაწვდომი არის აი ამ შვილობილი კლასის ის მეთოდები და ის ცვლადები, რომლებიც გააჩნია მშობელ კლასს. აი მაგალითად თუ კი ახლა ჩვენ შევეცდებით აი ამ say hello მეთოდის გამოძახებას, ეს არ იმუშავებს, მიუხედავად იმისა, რომ აი აქ ვინახავთ junior programmer კლასის ობიექტის მისამართს აი ამ პოინტერში პირველ შემთხვევაში. და აი როგორც ხედავთ, მართლაც დაგვიბეჭდა და ეს გვეუბნება, რომ ესეთი მეთოდი არ გააჩნია აი ამ პროგრამერ კლასს. ასე რომ ეს უნდა გვახსოვდეს და გავითვალისწინოთ.